ეკატერინე ამირეჯიბის ანამნეზი. რა მაწუხებს გული გაზაფხულობით. ესეც სეზონია, რომ ცოტა მიფრიალებს ხოლმე ამ დროს და რაღაც ისეთი ქრონიკული დაავადება საბედნიეროდ არ მაწუხებს. ჩემი იმუნიტეტიც დიდად არ მაწვალებს. ნუ ყოველ შემთხვევაში ის სეზონურად შეიძლება ხოლმე რომ ვიგრძნო რომ თუ თქვა რამდენჯერმე დამემართა ვირუსი ან გრიპი, მე შევაშველებ ხოლმე თქვა რაღაცა ვიტამინებს ან ვცდილობ რომ რაღაცა უფრო მივაქციო კვებას ყურადღება. ისე არ ვწუწუნებ ჩემს იმუნიტეტზე. ძალიან დიდხანს არ ვიმჩნევდი რომ გაზაფხულზე აი რაღაც დიდი ესეთი ხავერდის მძიმე ფარდა ეშვებოდა ჩემს გონებაზე. აი სულ ვიყავი რაღაცნაირად აი ძილ ბურანში სულ აი რაღაცა ყელი რო გეფხანება ყურებიც მოკლედ არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, ეთყობა არ მინდოდა სადღაც ჩაძიება, რომ არ აღმოჩენილიყო, რომ ალერგიული ვარ. მე საკმაოდ გამიმწვავდა და ნუ სულ ეკითხებოდი ჩვენს ყველას მეგობარ ბიძინას გულუმბეგოვს. მახსოვს რომ ბოლოს დამცინოდა ხოლმე რომ შენ აი ბოლო სერიაში ზუსტად ვიციო რომ აი შენი საყვარელი ჩარლის ალერგია აღმოგაჩნდებაო. ანუ ჩარლი ჩემი ძაღლია და ბევრი წელი რომ გაგრძელდა ეს ჩემი ეს რა ქვია ჭინდილი ამ ალერგიასთან ბოლოს წავედი და გავიკეთე ძალიან ვრცელი კვლევა. რომელიც არის ნუ აი ეს რა ქვია სქელტანიანი წიგნი ძალიან ბევრი კომპონენტიანი და ესე სიღრმისეულად გამოვიკვლიე ხო იცი რაღაცა ჯერ არ მიდიხარ არასოდეს და მე რომ მიდიხარ და ყველაფერზე უნდა გავიკეთო ალერგიის ტესტი თუ რაღაც და ნუ აღმოჩნდა რომ დავიწყო ბალახის ყვავილის მტვრის მარცვალი, ხეების ყვავილის მტვრის მარცვალი, მარცვლეული, რა ვიცი, ტარაკანზეც გქონია თურმე ალერგია. აი არ ვიცი, რას გითხრათ, კრევეტები, ნესვი, ხამანწკები, ძალიან ბევრი რამე მოკლედ. რაშიც ყველაზე მეტი ალერგენია ეს რაღაც ავშანი, ამბროზია და ნუ ამ ყველაფერზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ყველაზე დიდი ფრუსტრაცია დამემართა მაშინ, როდესაც გამომიცხადეს, რომ დიახ, მე ვარ ძაღლის ბეწვის მიმართ ალერგიული, იმიტომ რომ ნუ აი ძაღლები არის ჩემი აი ნუ როგორი სისუსტე იცი ანუ სულ ერთია ქუჩის ძაღლია, აი ყველას მე მივსდევ ოღონდ აქეთ რა. უკვე რომ ვიცი რომ გაზაფხული მოდის, რაღაცა თადარიგს ვიჭერ. არ იყოს ხოთა შორის ადვილი, აი ამასთან შეგუება რომ ანუ სულ უნდა რაღაც მიიღო და სულ უძალიანდები ხოლმე და სანამ ძალიან არ გამიჭირდება, არ ვიწყებ ალერგიის წამლების მიღებას, მაგრამ ნუ აი ეხა ვიცი რომ აი გაზაფხულზე, აი ამ დროს, ეხაც მაგალითად ვსვავ რომ ძალიან მწვავე ფაზაში არ შევიდეს მოკლედ ეს ჩემი ალერგიები. მართალი აღმოჩნდა ბიძინა ექიმი. ადვილად ვცივდები? ვერ ვიტყოდი, უფრო ბავშვობაში ვცივდებოდი ხოლმე და იმ ახსოვს რომ რაღაცა ჩემი ბავშვობის ტკივილი იყო ხოლმე რომ აი სურდო თუ დამემართებოდა, აი შემდეგი 4 თვე ვებზოდით სურდოს, ძალიან გრძელდებოდა ხოლმე ეს ჩემი სურდო. აი ანგინა თუ დამემართებოდა ხოლმე ეს იყო ჯოჯოხეთი. ბავშვობაში აი ეს ბატონები და რაც ძირითადად კარგია რომ პატარა ასაკში გადაიტანა, ნუ რაღაცა ისე მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ არ დამემართა და მე ეს დასრულობაში რომ აი თქვა გარშემო ვინმეს მქონდა ხოლმე ეს წითურა ან წითელა, სულ მემართებოდა რომ აი მე ხარ და მემართოს და მე ჩემს საყვედურობდი ხოლმე რომ რანაირად არ მაქვს არაფერი გადატანილი, ნუ მე 10-რაც კი გავიკეთე ამის გამო მაცმევდნენ ძმრიან წინდებს. ძმრიანი წინდები მე მგონი ყველას ეს არის ბიოგრაფიის ნაწილი. ძალიან მაღალ სიცხეზე კი და რა მახსოვს იცი კიდე თან ეს ის იყო რა ქვია ოჯახში უნდა ყოფილიყო რა რაღაცა ქონი, რისი ქონი იყო? მე ესე გაზზე უნდა ცოტა შეგეთბო, ოღონდ ეს ცოტა კერთებებოდა, ცოტა დუღდებოდა რა და მე ის გწავდა კიდე და ესე უნდა აგეტანა და მოკლედ ამბობდნენ რომ კაი იყო თუ აი რაღაცა გახველებდა და ფილტვებში თუ ხიხინებია თუ რაღაცა, აი მაგ დროს მახსოვს რომ დედა მოარბენინებდა ხოლმე ესეთ რაღაცა რკინის კოუზით და შიგნით იყო ხოლმე ეს რაღაცა თეთრი მასა, რომელსაც დღეს მეძახი რაღაცის ქონს. ხშირად ვიკეთებ პროფილაქტიკურ ანალიზებს. ნუ აი წელიწადში ერთხელ მინიმუმ. მით უმეტეს აი მას შემდეგ რაც გავარკვიე რომ მაქვს D ვიტამინის ნაკლებობა, დეფიციტი, მიწევს ხოლმე გაკეთება, იმიტომ რომ ვარეგული რო ვთქვათ ეს დონე რა. ხშირად დავდივარ ექიმებში, ძალიან არ მიყვარს ექიმებში სიარული. განსაკუთრებით აი ჩქარა რომ აყრიან ინფორმაციას და სახლამდე რო ვერ მიგაქ. ნუ დაწერილის წაკითხვაზე აღარ მაქვს საუბარი. ემოციური ვარ.
აი ამ ბოლო წლებში უფრო ვცდილობ რომ დავუთმო დრო აი ამ ემოციებში გარკვევას, უფრო მეტად დავუგდო ყური მოკლედ ჩემს შინაგან ხმას, მედიტაციით იქნება ეს, ცოტა სპორტით, ველოსიპედით თუ ასე შემდეგ, რაღაცა აი ეს ცოტა სიმშვიდე, მით უმეტეს აი ამ სრულიად გიჟურ სამყაროში ცოტა ჩემი სიმშვიდე შევიქმნა, ჩემი წილი. მიმართავს ფსიქოლოგისთვის თუ არა? სხვა შორის ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს და ყოველთვის სიამოვნებს ფსიქოლოგებთან ურთიერთობა და რაღაცა ეს გაცვლა ინფორმაციის. იყო რაღაცა ერთი პერიოდი, გამიჭირდა ისე ძალიან და მაშინ მახსოვს რომ რამდენიმე სესია ქონდა ფსიქოლოგთან. ძალიან საინტერესო იყო. საბოლოო ჯამში მაინც ჩვენი თავის ფსიქოლოგები ჩვენ ვართ. COVID-19 ჩემს ცხოვრებაში ღმერთო ეს მინდა რომ აღარ მახსოვდეს საერთოდ. პრაქტიკულად მარტომ გავიარა. ჩემი ოჯახი ანუ მაგარაკზე იყო და გამომდინარე იქიდან რომ მე სულ მუშაობდი და ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება სამსახურიდან გამომდინარე. სამსახურში დამემართა კიდეც მახსოვს პირველად ეს COVID-ი. ვცდილობდი რომ არ მქონოდა შეხება ჩემს მშობლებთან და მაქსიმალურად გავფრთხილებოდი მოკლედ მათ და ისე გამოდიოდა რომ აი სულ ესე ვიყავი, იმიტომ რომ სულ მარტო ვიყავი ძირითადად, ძალიან რთული იყო რა ფსიქოლოგიურად ნამდვილად. კოსმეტოლოგს ვსტუმრობ, მაგრამ აი ვერ დავიკვეხნი იმას, რომ თქვა ძალიან ხშირად. ძირითადი ასე ვთქვათ რუტინა მაქვს, არა რაღაცა ესეთი 9 საფეხურიანი, რაც დღისაცხი, ღამისაცხი. აი ხა რაღაც გაზაფხულზე უფრო სიახლეები და რაღაცა ყველაფერი რო იღვიძებს, თქვა ეხა მივედი, რომ აბა რაღაცა ჩავიხედოთ სარკეში. ცხოვრობ ჯანსაღი წესით თუ არა? ნუ ყოველთვის არის რაღაც რაც შეიძლება რომ ჩვენს ჩვევებში გავაუმჯობესოთ და რაღაც შევცვალოთ. ყვებაშიც არის ესეთი ჩავარდნები, მაგრამ ნუ აი junk foods მაგალითად სწრაფი კვების ობიექტებს არასდროს არ მიმართავ. აი ნუ შეიძლება თუ მოგზაურობ და რაღაცა ისე მომიწია რომ აი უცებ მაწონი და ხაჭომირჩევნიო ჭამო ვიდრე ვთქვათ ბურგერი რა. არც კი მახსენდება ბოლოს როდის ვჭამე და ნუ ეს კარგია. ხანდახან ეს წყლის დალევა იმ დოზით რა დოზითაც საჭიროა და რაღაცა ნუ მავიწყდება და ისე ვერ ვასრულებ. კვებასთან დაკავშირებით სხვა შორის აი 18 საათიან ამ ინტერვალურ კვების რეჟიმს ვიცავ ხოლმე. სხვა შორის მშრალი ფასტინგიც გამიკეთებია. ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს, ანუ ერთი დღე მთლიანად, ანუ საერთოდ არ ვიღებ, თქვათ, არც საკვებს და არც წყალს. მე არ მინდა გავცე რეკომენდაცია, თქვათ, ექიმის გარეშე. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ აი მე ორგანიზმი გადადის აი self-cleaning-ის, ანუ თვითწმენდის რეჟიმზე, როდესაც კუჭი მოსვენებულ მდგომარეობაშია და პერმანენტულად, თქვათ, რაღაც საკვები არ აქვს გადასამუშავებელი და ეს მიცდია. ძალიან მსუბუქად ვხსნობ მეორე დღეს თავს და აი ყველაფერი ისეთი გემრიელი მეჩვენება, აი მოხარშული კვერცხი, ვაშლი. რა პროდუქტზე ვერ ვამბობ უარს, აი ყველი მიყვარს ძალიან. ყველზე ძალიან მიჭირს უარის თქმა. აი ყველაფერი შემიძლია რომ შევატყნო. ყველაზე უგემურ საჭმელსაც კი ყველი აგემრიელებს. ცალსახად ამოვიღებდი რაციონიდან ყველანაირ ტკბილს. ჩემი სისუსტეა რომ აი ამაზე სულ მთელი ცხოვრება ვეჭიდავები ჩემ თავს რომ ნუ აი თქვა უარი. ბევრს არ ჭამე ხარ გიგონათ რომ რაღაცა ყოველდღე ტორტები და ნამცხრები არ არასაკურველია, მაგრამ აი სასუსნავის მომენტი, აი უცებ რომ რაღაც ჩაჯდები გემრიელად და რაღაც კარგს უყურებ და აი ეს მომენტი ძალიან მიყვარს. ალკოჰოლი ჩემ ცხოვრებაში აი რა და ალკოჰოლი არის მე-1000 ხარისხოვანი, აი არასდროს არ გამახსენდება. ძილშიც შევიტანდი ცვლილებებს, ხო შეიძლება აი პროფესიამ განაპირობა ის რომ ძილის რეჟიმი ცოტა არეული მაქვს და დროდადრო მაქვს ხოლმე პრობლემები ჩაძინების და ხანდახან ეს საკმაოდ გამწვავებულა სხვათა შორის. ვარჯიშობ. ამ ეტაპზე ნამდვილად ვარჯიშობ, მაგრამ ნუ აი აქაც ის პრობლემა მაქვს ხოლმე, რომ აი სულ ცხოვრების წესად რა ვაქციო, რომ აი კი არ მივიდე და მივასკდე და სამი თვე ვივარჯიშო და მეერე აღარ, არა, ის სულ რომ ვივარჯიშო პერმანენტულად, აი ამის შენარჩუნება მიჭირს ხოლმე. ფეხით სიარული მიყვარს მაგალითად ძალიან და ხშირად დავდივარ ფეხით. ჩვენი ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ნუ აი რანაირად შეიძლება დასრული ადამიანი ვერ ჯდებოდეს ველოსიპედზე თქვა და აი ძალიან გაუბრაზდი, ვიყიდე ისეთი ველოსიპედი, რომელიც აი ძალიან მომწონდა და აი ამ мотивაციით მოკლედ აი დავიწყე ვარჯიში. აი დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ აი ველოსიპედით სეირნობა თან კარგ ამინში არის აი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თერაპია. მოტეხილობები არ მქონია. და აქ რა არის ძალიან სუდად მახსოვს.
ანუ მახსოვს რომ ეს საყვარელი ისტორია ემოციური ფონი რამდენს განაპირობებს რა და გაჭირვების წლებია და ვიღაცამ ნამწყვრების წყობა დაიწყო ვიღაცამ მოკლედ აი ჩვენ მოკლედ სახლი გავაქირავეთ რა და გადავედით ბებიაჩემთან და ნუ აი მე მართლა ისეთი ბავშვი ვიყავი ეხლა რომ ბავშვები ყველაფერი რო იციან და ჩვენზე უკეთ რო ფლობენ ყველა თემას ეგეთი ბავშვი არ ვიყავი აი ბავშვი ვიყავი აი თოვლის ბაბუის მაგალითად აი ჯეროდა ძალიან დიდხანს ჯეროდა ახალი წელი მოდიოდა რა საუნერვიულობდი რომ მეთქი თოვლის ბაბუა თქო ვერ მოაგნებს თქო ხალხო თქო ახალ მისამართს ანუ ვერაზე რომ მივათქო და იქ არ დავხვდებით თქო ანუ მე ეს როგორ მიხვდება თქო რომ საბურთალოზე უნდა მოვიდე 39 მქონდა სიცხე ხალხო ნერვიულობისგან მე თქვენ წარმოიდგინეთ და დაირეკა ზარი და თოვლის ბაბუა საბურთალოზეც მოვიდა სიცხე დავარდა 36 და 6 გახდა უცებ აი ნუ ეგეთი ბედნიერი ახალი წელი მოკლედ ბავშვობაში აი ეგ რო იყო მარ მახსოვს ანუ ამას იმიტომ ვყვები რომ ეს შინაგანი ეს რაღაცა შფოთი და ეს ღილვა ანუ ყოფილა ეგეთი მომენტები რა რომ აი რაღაცას ძალიან რომ ინერვიულია ეს გამოხატულო თქვათ ესე აი მაგალითად სიცხეში სად მიყვარს დასვენება თათუს ღვა ყველას გვაქვს ის რომ აი პირიქით სხვა რაღაცა ვერთობით ყველა თუ რაღაცა და მე რაღაც დროსთან ერთად უფრო აფასებ ამ სიმშვიდეს და სიწყნარეს ეხა უფრო თაში ვიბოდიალებდი უფრო მეტს, მაგრამ ნუ კომბინაცია თუ გამოდის, თქვათ უკეთესი ერთი კვირა იქ, ერთი კვირა. მაქვს ფობია. აი მე რა ვიცი, ისი ფობია მაქვს. ხო, ჩვენს ეს გველის მომენტიც სამსახურიდან გამომდინარე გადავლახე, გადაღებაზე მომიწია, რომ რაღაცა აი გველს შემოხვეულმა იცეკვე თუ რაღაცა ეგეთ. და აი მაშინ რაღაცა გადავლახე მახსოვს. მეშინია დამემართოს დემენცია. არ მინდა ეგ. სუსური როცა ხდება რაღაც ადამიანი და ტვირთი, როგორც არ უნდა უყვარდე, ხო? ახლობლებისთვის ძალიან რთულია და არ მინდა ეგ. მე ვარ ეკატერინე ამირეჯიბი, პაციენტი.